მოგესალმებით. შაბათს 16 საათზე იმედის ეთერშია იმუნიტეტი. ჩვენ კი მისი წამყვანები ექიმები ნინო ნადირაძე და გიორგი ჩიჩუა ვართ. დღეს პლასტიკურ ქირურგიაზე ვისაუბრებთ. პლასტიკური ოპერაციის გაკეთების მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, რადგან პლასტიკური ჩარევები ასოცირდება ტრანსფორმაციასთან, სილამაზესთან და თავდაჯერებულობასთან. ამ თემასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე პასუხს დღეს ჩვენი გადაცემიდან მოისმენთ. დღეს ასევე ვისაუბრებთ კატარაქტებზე, რომელიც თვალის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია. კატარაქტა არის თვალის ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა უარესდება. ხდება ბუნდოვანი და საბოლოოდ შესაძლოა მხედველობის სრული დაკარგვაც კი გამოიწვიოს. დღეს იმუნიტეტიდან გაიგებთ, რამდენად მნიშვნელოვანია კატარაქტის ოპერაციის დროს გამოყენებული ბროლის ხარისხი და რას უნდა მიაქციოს პაციენტმა ყურადღება. დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია: სხეულზე ზრუნვის ხელოვნება, ბოდი ჰარმონის მიდგომა პლასტიკურ ქირურგიაში, მომავლის სერვისები პლასტიკურ ქირურგიაში, კატარაქტის სიმპტომები, კატარაქტის მკურნალობა, კატარაქტის ოპერაციის დროს გამოყენებული ბროლის ხარისხი. და ამ თემებზე სასაუბროთ ჩვენ მოვიწვიეთ ქალბატონი სალომე სვანაძე, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პირველ რიგში პაციენტს უნდა კონდეს მაქსიმალური უსაფრთხოება და ბატონი მიხეილ თევდორაძე, ოფტალმოლოგის ოფთალმოქირურგი. შორს, საშუალო მანძილზე და ახლო მანძილზე ადამიანი ხედავს უსათვალოდ. და სანამ სტუმრებს მოვიწვევთ, შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ს სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე ჩვენი პარტნიორია წყალი მთის, მხოლოდ მან იცის ამ წყლის გემო, ვინც სრულყოფილად ცხოვრობს. წყალი მთის 0% ბრომატით. წყალი მთის მათვისა, ვისი ცხოვრებაც სავსეა ენერგიით. ყველამ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის სმა და ასევე იმის ცოდნა თუ როგორ წყალს ვსვავთ. წყალი მთის მინერალური ნატურალური წყალია, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. მთის წყლის ტექნოლოგიური თვისებები და ხარისხი გარანტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით. და გადაცემის პარტნიორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. კატარაქტის მკურნალობაში ოფთალმიჯი იყენებს მხოლოდ ამერიკული კომპანია ალკონის პრემიუმ ხარისხის და ძვირად ღირებულ ბროლებს. კლინიკის გადაწყვეტილებით ალკონის ბროლები გამოიყენება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში პაციენტებისთვის დამატებითი გადასახადის გარეშე. და ნინა, ახლა კი დროა მოვიწვიოთ ჩვენი პირველი სტუმარი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი სალომე სვანაძე. ქალბატონო სალომე, გთხოვთ სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონო სალომე. მიხარია რომ მაგხართ. გამარჯობა. მოგძანდით. ქალბატონო სალომე, ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე. პლასტიკური ესთეტიკური მედიცინა და აქვე მინდა დაგისვათ პირველი კითხვა. როგორ წარმოგიდგენიათ სხეულის, ჩვენი ორგანიზმის არსებობა ყველა ქსოვილის წყლის გარეშე? წარმოუდგენელია, რა თქმა უნდა. მაშინ შემოგთავაზებთ წყალს. წყალი მთის, სხვა შორის ახალი შეფუთვით არის და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არ შეიცავს ბრომატს. ანუ პრაქტიკულად ეს არის ბუნებრივი, ნატურალური წყლის დალა მოგცეთ ღმერთმა. ქალბატონო სალომე, როგორც ვიცი, თქვენ ბრძანდებით სამედიცინო ქირურგიული და ესთეტიკური ცენტრ Art of Care-ს დამფუძნებელი და რომელიც მდებარეობს ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ბაზაზე, რატომ შეირჩა ეს ტერმინი Art of Care, ანუ მოვლის ასე ვთქვათ ხელოვნება. ნამდვილად. პირველ რიგში art. რატომ art? საქმე იმაში არის, რომ თითოეული ჩვენი სპეციალისტი თავის პროფესიას უყურებს და აღიქვამს როგორც ხელოვნებას.
წარმოვიდგენთ, რომ გარეთ ქუჩაში ნებისმიერ ადამიანს რომ ვკითხოთ, თუ როგორი ასოციაცია უჩნდება, როცა ვახსენებთ პლასტიკურ ხირურგიას, ძალიან დიდი ალბათობით გავიგებთ პასუხს, რომელიც აღწერს რაღაცას არაბუნებრივს, ხელოვნურს, ხანდახან ვთქვათ, ცოტა ჭარბი ზომის ტურს და ასე შემდეგ. ზუსტად ამიტომაც ჩვენი ცენტრის მიდგომა და მისია არის, რომ ბუნებრივი სილამაზე და ინდივიდუალობა საუკეთესოდ ვაჩვენოთ. და მოდი ვისაუბროთ ამერიკულ ჰოსპიტალზე, სადაც შეიძლება მსგავსი ტიპის ჩარევები უსაფრთხოდ, მაღალტექნოლოგიურად და კარგი გამოსავლით ჩატარდეს. და ეს მინდა თქვენგან მოვისმინო, რაში მდგომარეობს აი ეს ალგორითმი ამერიკული ჰოსპიტალის, რომელიც განაპირობებს აუცილებლად კარგ შედეგს. ნამდვილად ესე არის, მე ვფიქრობ, რომ აი აფილირება მრავალპროფილურ ჰოსპიტალთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ტრენდი დღევანდელ დღეს, რადგან პირველ რიგში პაციენტს უნდა კონდეს მაქსიმალური უსაფრთხოება, რა თქმა უნდა და კომფორტი. იმის გამო, რომ ხელმისაწვდომია ნებისმიერი სპეციალისტი, ნებისმიერი აპარატურა და მიდგომა ნებისმიერ დროს, ჩვენ შეგვიძლია ეს სერვისი შევთავაზოთ ჩვენს პაციენტს. და რადგან ძალიან ბევრი ჩამოსველი პაციენტი გყავს, ეს ბრენდი ამერიკული ჰოსპიტალის, მოგახსენებთ, რომ ეს არის JCI აკრედიტაციის გავლილი ჰოსპიტალი, პაციენტებმა იციან, რომ ეს არის უკვე გარკვეული ხარისხი, კომფორტი და უსაფრთხოება, როგორც თქვენ სწორად ძანეთ. ქალბატონ სალომე, რა არის 360 გრადუსიანი ზრუნველობა? რას გულისხმობს ეს ტერმინი? დიახ, ნახეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული დეტალი პაციენტის აი ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადღება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ეტაპს. პირველი დღიდან, როგორც კი პაციენტი ჩვენ გვირაკავს და გვიკავშირდება, აქვს ყურადღება თავიდანვე. და რა თქმა უნდა, როგორც კი ოპერაციას ჩანიშნავს, უკვე იწყება პროცესი. ჩვენი გუნდი უერთდება პროცესს და ჩვენ ვაწარმოებთ სრულ check-ups. ვიცით, როგორ მდგომარეობაში არის პაციენტი, თუ როგორი არის მისი ჯანმრთელობა და რაც თავარია ფსიქოლოგიური განწყობა. ფსიქოლოგი მუშაობს, ენდოკრინოლოგი, ზოგადი მედიცინის ექსპერტი, რომ პაციენტი სწორად მოვამზადოთ და ხანდახან შესაძლოა არის, რომ ვარიც უთხრათ დროებით ოპერაციაზე, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ მინიმალური რისკებით. და რა თქმა უნდა, იმ პროცედურების ჩამონათვალი, რასაც თქვენი Art of Care გულისხმობს, რა ტიპის პროცედურებია და რა შემთხვევაში უნდა მოგმართონ თქვენ პაციენტები? რა თქმა უნდა, ეს არის ნებისმიერი დღევანდელი უფრო ესთეტიკური განხრით ჩარევები და როგორც მე ვახსენე, ჩვენი მისია არის ჰარმონია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა უკეთესად იგრძნოს თავი, მაგრამ დარჩეს თავისი თავი. ამის გამო ჩვენ ამ პროცესს ვწოდებთ ჰარმონიზაციას და ეს შეიცავს ყველა თანამედროვე მიდგომას და ტექნოლოგიას, რაც კი არსებობს დღევანდელ დღეს. მთელი ჩვენი გუნდი ყოველთვის მუდმივად საზღვარგარეთ დადის, რომ ეს ტექნოლოგიები ჩამოვიტანოთ, შევარჩიოთ აპარატურიდან დაწყებული მინიმალური ინვაზიით დამთავრებული, რომ ეს ერთად ამან ყველაფერმა მიცოს საუკეთესო შედეგი მინიმალური downtime რეაბილიტაციით. თქვათ. და რო ჩამოვთვალოთ, რა შემთხვევაში მოგმართოთ თქვენ პაციენტებმა? რა არ უნდა მოწონდეს თავის ორგანიზმში, რომ მოვიდეს და თქვენ ეს გამოუსწოროთ? რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჩემზე ვიტყვი, ჩემი სპეციალობა და მიმართულება არის სხეული. ამიტომ პირველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა მკერდი. ჩემი საყვარელი ოპერაცია არის ჰიბრიდული ეგრეთ წოდებული მამოპლასტიკა, როცა ვიყენებ საშუალო ან მცირე ზომის იმპლანტს, ბუნებრივი ფორმის და ამასთანავე ერთად ვიყენებთ საკუთარ ქსოვილს. ამის გამო გამოგვდის ძალიან ბუნებრივი შედეგი, სადაც თითქმის შეუმჩნეველი არის იმპლანტი, ან სრულად შეუმჩნეველი და ეს ჩვენს პაციენტებს ძალიან მოგწონთ. ასევე ძალიან პოპულარული არის აწევა და მკერდის რემოდელირება იმპლანტის გარეშე. დღევანდელი ტექნოლოგია გვაგზავნებს საშუალებას, რომ სრული მოდელირება მოვახდინოთ მკერდის და ისეთივე ფორმაში დავაყენოთ, როგორც თქვათ მშობიარობამდე. იმპლანტის გარეშე თუ მოცულობა ამის საშუალებას გვაძლევს.
ქალბატონო სალომე, როგორც ვიცი, თქვენს ცენტრში საკმაოდ განვითარებულია სამედიცინო ტურიზმი. ანუ ძალიან ბევრი პაციენტი მოგმართავთ თქვენ სოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან. აი რა არის ის ძირითადი მაჩვენებელი, მახასიათებელი, რის გამოც პაციენტმა უნდა აირჩიოს თქვენი ცენტრი. იმიტომ რომ ვიცით, ბევრია სამედიცინო ცენტრი. ქირურგიული, პლასტიკური ქირურგიული, ესთეტიკური. პირველ რიგში ალბათ ჩვენ ვირჩევთ ადამიანს. ალბათ ამეთანხმები და არა ტექნოლოგიას, არა ოპერაციას, ადამიანს და ალბათ ეს ჩვენი გუნდი და ჩვენი ურთიერთობა გუნდში ზოგიერთი პაციენტისთვის მნიშვნელოვანი არის. მეორე რიგში ალბათ ეს არის ჩვენი სტილი. ბუნებრიობა, ამითი ვართ ცნობილები, რომ შეგვიძლია ძალიან ბუნებრივი შედეგი მივცეთ ჩვენს პაციენტს. მერე რა თქმა უნდა, უსაფრთხოება და სერვისი, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი ერთად ყოველთვის ამის მოძიება არის რთული. ჩვენს ცენტრში არის შეკრული აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა რგოლი რეაბილიტაციის ჩათვლით. პირველივე, როგორც ახსენე, პირველივე დღიდან ერთი წელი კიდევ ოპერაციის შემდგომ ჩვენ პაციენტს ვუვლით და გვაქვს ამის საშუალება. ისე როგორია სტატისტიკა მომართვიანობის, ვთქვათ, მამაკაცებში და ქალბატონებში? აი როგორი იყო 10 წლის წინ, 15 წლის წინ და როგორი არის დღეს? ნახეთ, რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ბრძანდებით, 10 წლის წინ ეს მაჩვენებელი იყო ბევრად უფრო დაბლა, თუმცა დღეს იზრდება მამაკაცი პაციენტების რაოდენობა და აღარ ითვლება ესე ვთქვათ, უხერხულად ოპერაციის ჩატარება, ძირითადად ჩვენ საუბრობთ HD ლიპოსკულპტურაზე. ძალიან ხშირი არის მით უმეტეს ასაკში, ცოტა რო გვემატება, ცხიმგროვა მუცლის მიდამოში. ამ საკითხის მოგვარება არა მარტო ხდება. ერთებიც უჩნდებათ. დიახ. აი აქ ნაკეცებიც, ასე ვთქვათ, მამაკაცებს თავისი დარდები აქვთ. დიახ. თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ ჩემი მდგომარეობა? გავიგეთ გიორგი, რომ ძალიან შესანიშნავი მდგომარეობა ხარ, უნაკლო. ნამდვილად. ამის მოსმენა მინდოდა. ჩვენ არ შეგვიძლია არ ვისაუბროთ მომავლის პერსპექტივებზე. რა არის თქვენი მთავარი мотиваცია დღეს, რომ კიდევ და კიდევ უფრო განვითარდეთ? რა გეგმები გაქვთ? რა იქნება ის სიახლე, რასაც თქვენ შემდგომში შესთავაზებთ პაციენტებს და საერთოდ რისკენ ისწრაფვით? დიახ, პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი პაციენტის სიხარული. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ არაფერი არ არის, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი мотиваცია და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით ჩვენს პაციენტებს თუ როგორი შტაბ-ბეჭდილება აქვთ და ძალიან გვიხარია, როცა მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და იცნობენ ჩვენთან ერთად იცნობენ საქართველოს. ბევრს უკვე რა თქმა უნდა უყვარს საქართველო ძალიან და ბევრისთვის ეს არის პირველი ჩამოსვლა. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სერვისი იყოს შეკრული ტურიზმთან ერთად და ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პოზიტიური ემოცია ოპერაციის დროს და შემდგომ. ამიტომ ეს ამ ყველაფერს მე ვფიქრობ ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანა არის ამ ეტაპზე მსოფლიოში პირველ ადგილას სამედიცინო ტურიზმის განხრით და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი მომავალი არის ამ კუთხით. თუ მივყვებით ამ გზას, რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა, პირადი გამოცდილებიდან ალბათ მაინც უნდა მოყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება ადამიანის სიცოცხლის ხარისხი, როდესაც ის სხეულის ინფორმებს იღებს, რისკენაც ისწრაფვის თქვენი დახმარებით. რა თქმა უნდა. მე მოვიყვებით ჩემს ნაცნობზე, რომელმაც ჩვენთან რამდენიმე თვის წინ ოპერაცია გააკეთა წარმატებით და დაბრუნდა კანადაში, სადაც მოღვაწეობს. მომიყვა ესეთი რამ, რომ არ იცოდა რომ ოპერაცია ცხოვრებას ცვლიდა, მაგრამ როგორი კუთხით. როცა პაციენტი ღებულობს იმ შედეგს, რომელიც შეუძლებელი იყო ოპერაციის გარეშე, მას უჩნდება мотиваცია, რომ თავის თავს უკეთესად მოუაროს. საუკეთესო მისცეს თავის თავს, რაც კი შესაძლებელია. საუკეთესო საკვები, ჯანსაღი ცხოვრების წესები და ასე შემდეგ. ამიტომ ამ კუთხით ცხოვრება ნამდვილად იცვლება. თუმცა პლასტიკური ქირურგია ნამდვილად არ არის ჯანსაღი ცხოვრების ალტერნატივა, ესეც უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ. თუმცა ფსიქიკის გაჯანსაღებისთვის საკმაოდ დიდი მუშაობა საჭირო და პლასტიკური ქირურგია, როდესაც ადამიანს აქვს რაღაცა კომპლექსი, რომელსაც ვერ ერევა და ჩვენ ამას ამ დროს
აძლევს შესაძლებლობას, რომ ამ კომპლექსს, აი ამ ნაკლის გამოსწორებაში დაეხმარო პლასტიკური ქირურგიის ჩარევით ძალიან ბევრი ეს კომპლექსი ეხსნება ასეთ ადამიანს, მათი ცხოვრება უფრო ფერადი ხდება. ანუ შეიძლება სხვისთვის ეს არც იყოს თვალშისაცემი, არც სხვა ვერც ხედავდეს, მაგრამ პირადად ადამიანს აწუხებს, რომელსაც შეიძლება მალავს და სხვისთვის დასანახი ეს არ არის, მაგრამ აი ამ ნაკლის, რომელსაც თვითონ თვლის, რომ ნაკლია გამოსწორების შემდეგ, თვითშეფასება იმდენად ეზდებათ, რომ უფრო თავდაჯერებულები ხდებიან და ეს არა მხოლოდ თქვათ რაღაცა პირად ინტიმურ ცხოვრებაში ისახება, არამედ თუნდაც კარიერაში, სამსახურში ეს თვითდაჯერებულობა სულ სხვანაირ საფეხურზე აყენებს მათ, ასე რომ მე მგონი დამეთანხმება ალბათონი პლასტიკური ქირურგი, რომ ეს კომპლექსების მოხსნამ ძალიან მნიშვნელოვან წილად აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს. კი არ აქვს მნიშვნელობა, ქალია, კაცია, სულ ერთია. ნამდვილად. ქალბატონო სალომე. და ბოლოს რო გითხრათ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ჩვენი მაყურებლისთვის? პირველ რიგში, რომ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ამას, რომ თავით თავდაჯერებულად იგრძნოს. ამიტომ ამისთვის საჭირო არის, რომ სწორი ადამიანი, სწორი პარტნიორი, სწორი პროფესიონალი იპოვოს, ვისთანაც სრულიად კომფორტულად იგრძნობს თავს. და ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და რა თქმა უნდა გისურვებთ თქვენი ცენტრის კიდევ უფრო გაზრდას, გაძლიერებას და ძალიან ბევრ მადლიერ პაციენტს. უერთდები გიორგის ამ სურვილებში. და ალბათ კიდევ შევხვდებით გადაცემაში ახალი მიღწევების გასასაჯარობებლად ჩვენი მაყურებლისთვის. აუცილებლად. მაგრამ მე ისე არ გაგიშვებთ. თქვენთან ერთად სელფი მინდა გადავიღოთ. დიდი მადლობა. და იმინიტეტი რეკლამის შემდეგ დავბრუნდა ეთერში და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს პარტნიორების შესახებ. გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს და საქართველოს GMP-ის სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე ჩვენი პარტნიორია წყალი მთის, მხოლოდ მან იცის ამ წყლის გემო, ვინც სრულყოფილად ცხოვრობს. წყალი მთის 0% ბრომატით. წყალი მთის მათვისა, მისი ცხოვრებაც სავსეა ენერგიით. ყველამ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის სმა და ასევე იმის ცოდნა თუ როგორ წყალს ვსვამთ. წყალი მთის მინერალური ნატურალური წყალია, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. მთის წყლის ტექნოლოგიური თვისებები და ხარისხი გარანტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით. და ასევე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის პარტნიორს ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიდს. კატარაქტის მკურნალობაში ოფთალმიჯი იყენებს მხოლოდ ამერიკული კომპანია ალკონის პრემიუმ ხარისხის და ძვირადღირებულ ბროლებს. კლინიკის გადაწყვეტილებით ალკონის ბროლები გამოიყენება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, პაციენტებისთვის დამატებითი გადასახადის გარეშე. და გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა ასევე არანაკლებ საინტერესო თემით, რაც ჩვენ უკვე დავაანონსეთ. მოდი გიორგი მოვიწვიოთ შემდეგი სტუმარი კლინიკა ოფთალმიჯის ოფთალმოქირურგი ბატონი მიხეილ თევდორაძე. ბატონო მიხეილ, გთხოვთ სტუდიაში. სხვათა შორის მიშასთან მე მაკავშირებს მრავალი წლის მეგობრული ურთიერთობა სტუდენტობიდან ჯერ კიდევ მოყოლებული. ნამდვილად ესეა. დავბრძანდი მიშას შევთავაზოთ წყალი მთის. ძალიან სასარგებლოა, სხვათა შორის ახალი ტექნოლოგიით არის დამზადებული, შეფუთვაც ახალია და პრაქტიკულ ბრომაც არ შეიცავს, დიახ. ოფთალმოლოგია და არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ბავშვობიდან მოყოლებული არ შექმნოდა თვალთან დაკავშირებული პრობლემები. თან ეს ორგანო არის წყვილი ორგანო და ეს არის ორგანო, რომელიც ჩვენს ინტეგრაციას ახდენს გარემოსთან. ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ასე ვთქვათ, მეტნაკლებად შეიძლება გვერდი არც აუაროს არავის. ეს დაავადება არის კატარაქტა. და თუ შეიძლება ამის შესახებ რომ ვისაუბროთ დღეს. ნამდვილად აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით.
კატარაქტა არის ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური დაავადება, თვალის დაავადება და გარკვეულ წილად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი ამ დაავადების რადგანაც არის ასაკი, შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღევანდელ დღეს რომ ასაკთან ერთად ისევე როგორც გარდაუვალია სხვადასხვა ორგანოს დაბერება, თვალსაც ერთ-ერთი ნიშანი ამ დაბერების არის კატარაქტის ჩამოყალიბება და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მხოლოდ დაავადება. ეს არის რაღაც ნაწილობრივად ბიოლოგიური პროცესი, ნაწილობრივად ისეთია ჩვეულებრივი ამბავი, რომ ანუ იგივე როგორც თქვა, კანი გვიბერდება და ამას დაავადებას ვერ დავარქვით, იგივე ხდება თვალის სტრუქტურებში, რომელიც ასევე ბერდება, ხომართალი ვარ. მიშა, მოდი აუხსნათ ჩვენს მაყურებელს ძალიან მარტივი გასაგები ენით. ნუ ახლა თუ დავიწყებთ საბერძნეთიდან თუ მოვყვებით, რა არის კატარაქტა, ხო? სიტყვა თვითონ კატარაქტოს ნიშნავს ძველი ბერძნული ენიდან ნიშნავს ჩანჩქერს. რატო? იმიტომ რომ როგორც ჩანჩქერის შხეფები, აი ეს თეთრი შხეფები, ასე ნელ-ნელა ჩამოდიოდა საგუგე არეში ეს შემღვრევა და შესაბამისად ამას უყურებდნენ და თითქოს ჩანჩქერი მოედინებოდა თვალის ესე ხატოვნად და ლამაზად აღწერდნენ ძველი ბერძნები. აი ესე აღწერდნენ ამ დაავადებას. ოპტიმისტურად აღიქონდნენ. მაგრამ აუხსნათ რა არის ბროლი და როგორ კარგა რა ფუნქცია აქვს ბროლს, რისთვის არის ადამიანის თვალში ბროლი. კი ბატონო, ანუ მოკლედ რო ვთქვა, ორი ფუნქცია აქვს ბროლს. ერთი გამჭვირვალობა, ანუ ნიშნავს იმას, რომ ატარებს გამოსახულებას, ატარებს სინათლეს, ატარებს სხივს და მეორე, იწვევს ამ სხივის ფოკუსირება ზუსტად იქ, სადაც საჭიროა. ძალიან ისე მოკლედ რო ვთქვა, ეს არის თვალის ფსკერი, ძალიან ხშირად იყენებენ ამ სიტყვას და უფრო კონკრეტულად რო თვალის ფსკერის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ეწოდება მაკულა სამედიცინო ენაზე, მაგრამ საკმარისია ეს ჩვენი ალბათ მაყურებლისთვის, ძალიან არ დავტვირთოთ რომ არ დავტვირთოთ და მარტივი ენით რომ ვთქვათ, ის უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა იწვევდეს ფოკუსირებას გამოსახულების იქ, სადაც საჭიროა. ეს არის ორი ძირითადი აუცილებელი ფუნქცია ჯანმრთელი ბროლის. რა ხდება ასაკთან ზუსტად კატარაქტის განვითარებისას და მანამდეც კი, სანამ ჩამოყალიბდება კატარაქტა და სანამ უშუალოდ გამჭვირვალობა დაეკარგება ბროლს, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი პრობლემა, ხდება უბრალოდ მისი ნივთიერების გამკვრივება, რაც იწვევს იმას, რომ ფოკუსირების გარკვეული პრობლემები ჩდება. რას ნიშნავს ეს? ადამიანი შორს ისე, როგორც ხედავდა ახალგაზრდობაში, ისე ხედავს, მაგრამ როცა მას სჭირდება გადაწყობა ხედველობის და სურვილის მიხედვით ფოკუსის გადმოტანა ახლო მანძილზე, ნელ-ნელა ეს მექანიზმი ირღვევა. სანამ არ გაჩნდება შემღვრევა ბროლში, მანამდე შორმანძილზე მხედველობა არის იდეალური, ანუ არ განსხვავდება იმისგან, რაც იყო მანამდე და პრინციპში ეს არ არის დიდი პრობლემა. სათვალის ტარება, ან სხვა საშუალებები, კონტაქტური ლინზები და ასე შემდეგ, გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი თვალის დაძაბვის გარეშე ფოკუსირება მოახდინოთ ჩვენთვის სასურველ მანძილს. ძირითადად ასაკი მინდა ვიკითხო, საშუალოდ რა ასაკიდან იწყება ეს ცვლილებები? თვალი ისევე როგორც ადამიანის ორგანიზმი, ძირითადად შედგება წყლისგან. და საბავშვო ასაკში, ან ბავშვთა ასაკში, ბროლის შემადგენლობაც 90%-ზე მეტი წყალია. მასში თითქმის მთლიანად წყალია და ასაკთან ერთად ნორმალური მოვლენაა ის, რომ ის ნელ-ნელა მკვრივდება, კარგავს წყალს და ეს კიდევ ერთხელ დაავადება არ არის, ეს არის ნორმალური მოვლენა. დაახლოებით 40 წლის ასაკში უკვე მისი ნივთიერება არის იმდენად გამკრივებული, რომ იწყება პირველი პრობლემები ფოკუსირების გადაწყობის, რომელიც მაქსიმუმს აღწევს, სტანდარტულ ამბავს ვამბობთ, რა თქმა უნდა, ახლა მაქსიმუმს აღწევს 60 წლის ასაკში და უკვე მთლიანად კარგავს უნარს, რომ შორი მანძილიდან ახლო მანძილზე გადაიწყოს ჩვენი სურვილის მიხედვით. კი ბატონო. მიშა, მოდი ჩვენ აქვე ვახსენოთ ის, რომ ძალიან ხშირად თანხლები დაავადებები, ზოგადი დაავადებები, იგივე მეტაბოლური დარღვევები, სისტემური დაავადებები, ასევე იწვევს ბროლში ცვლილებებს. საერთოდ იმის გარდა რომ თანხლები დაავადებები იწვევს, ბროლი არის ერთ უნიკალური ნაწილი, იმით რომ არ არსებობს ბროლის ანთება, არ არსებობს ბროლის სისხლჩაქცევა, მას არ აქვს სიზარღვე, მას არ აქვს ნერვი, არ არსებობს ბროლის ტკივილი. ეს არის თვალის ის ორგანო, რომელიც ყველა ზემოქმედებაზე პასუხობს ერთადერთი რაღაცით. კარგავს გამჭვირვალობას, იმღვრევა. იმღვრევა ნაწილობრივად, იმღვრევა ალაგ-ალაგ, იმღვრევა მთლიანად, მაგრამ იმღვრევა სხვა არაფერი მას არ ახასიათებს. ამით არის უნიკალური და განსაკუთრებული თვალის განსაკუთრებული ნაწილი. შესაბამისად, ნებისმიერი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე პროცესი, ნებისმიერი ტრამვა, ნებისმიერი ზემოქმედება რადიაციული ან სხვა იწვევს მის გამჭვირვალობის შემცირებას, დაკარგვას და ამად თუ იმ ნაწილში ბროლის გაჩენას შემღვრეული უბნების, რომელიც შეიძლება იყოს
მეტ-ნაკლებად ახდენდეს გავლენას მხედველობაზე. თუ ის არ არის მხედველ ცენტრალურ ზონაში და არის პერიფერულ ნაწილში, შეიძლება სადღაცა ჩრდილის სახით, ანარეკლის სახით და მსგავს დისკომფორტს იწვევდეს და შესაბამისად, რაც უფრო ახლოს არის ცენტრალურ ნაწილთან და რაც უფრო ინტენსიურია ეს შემღვრევა, მით უფრო პირდაპირ მხედველობა კლებულობს და მით უფრო დისკომფორტი მატულობს, რა თქმა უნდა, ასეთი შეკითხვა მაქვს. დავანებოთ თავი ნივთიერებათა სულს არის რაღაც ორგანულ პათოლოგიებს. გარეგანი ფაქტორებიდან რა შეგვიძლია ჩვენ გავაკონტროლოთ, რომ რაც შეიძლება გადავავადოთ კატარაქტული ცვლილებები, ანუ როგორ შევუნარჩუნოთ ჩვენ დროს ახალგაზრდობა, აი ვთქვათ, მზის სათვალე ვატაროთ, ანუ რა შეიძლება ყველაზე მარტივი, რითაც აი ეს პროცესი გავახანგრძლივოთ დროში. ალბათ ყველაზე ესეთი მარტივი და ყველაზე ხშირი რაც სხვა დაავადების პრევენციასაც წარმოადგენს, ეს არის სწორი რაციონი კვების, წყლის საკმარისი რაოდენობის მიღება და თუნდაც მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა, მზის და სხვა გამოსხივების მქონე ვთქვათ ობიექტებისგან დაცვა, მზის სათვალისწარება ან დამცავი სპეციალური სათვალისწარება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს შეხება ესეთ საქმიანობასთან ან ყოველდღიურად გვიწევს. და მოდით ახლა გადავიდეთ, რა თქმა უნდა, მკურნალობაზე. იყო მცდელობები მედიკამენტური გზით ვთქვათ, კატარაქტის მკურნალობისა, არ გამოვიდა, იმიტომ რომ ვერც ჟანგვა აღდგენითი მეტაბოლიზმის დარეგულირება, ვერც ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება ვერანაირად ვერ აჩერებს ამ პროცესებს. ხო, სიბერის პროცესი ჯერ არ გაჩერებულა. დიახ. ამიტომ საკითხი დადგა ისე, რომ დღეს ერთადერთი ეფექტური მკურნალობის საშუალება ეს არის ქირურგია, კატარაქტის ქირურგია. აი ამაზე რო გვითხრა თუ შეიძლება. ანუ საბედნიეროდ გიორგი დამეთანხმება, რომ კატარაქტა არის იმ დაავადებათა რიცხვიდან, რომელიც სრულად 100% შემთხვევაში ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას. ეს მკურნალობა ხდება ერთხელ და სამუდამოდ. ერთხელ ჩატარებული მკურნალობა ნიშნავს, რომ ადამიანს არასდროს ცხოვრებაში მეტი ეს პრობლემა არ ემართება და რამდენად საჭირო არის გამოგონება პრეპარატის, როგორც თქვენ ბრძანეთ, სამკურნალო პრეპარატის ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, თუ შეიძლება უსაფრთხო, სწრაფი და რა თქმა უნდა, რახან აქ საუბარი არის აი ამ ჩარევაზე, რამდენი ხანი გრძელდება ეს ოპერაცია? ქირურგიული ჩარევა არის ძალიან დღევანდელ დღეს ძალიან დახვეწილი, მაღალტექნოლოგიური და მარტივად მოსაგვარებელი, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა იმ პირობებში, დიახ, რა თქმა უნდა იმ პირობებში, როდესაც გვაქვს მაღალტექნოლოგიური აპარატურა და კვალიფიციური სპეციალისტები. თვითონ უშუალოდ ქირურგიული ჩარევა დაყვანილი არის 5-7-10 წუთამდე, ანუ ხანმოკლეა, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და თან არ საჭიროებს გაუთქივარების რთულ მეთოდებს, საინიექციო შეყვანასაც კი წამლის, ანუ მხოლოდ წვეთები, ტოპიკური ანესთეზია, გაუთქივარი აბსოლუტურად საკმარისია ამ ჩარევის გასაკეთებლად. ძალიან სწრაფი რეაბილიტაცია აქვს, ანუ აღდგენა მხედველობის ხდება ძალიან სწრაფად და არის სრულად ამბულატორული. ყოველდღიურ ცხოვრების რეჟიმს ფაქტიურად არ არღვევს ელემენტარული ჰიგიენის დაცვის და დროული მედიკამენტის ჩაწვეთების გარდა არაფერი რეჟიმში მას არ ერღვევა. ანუ რაც არის ძალიან კომფორტული და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. მიშა, ჩვენ გადაცემის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ თქვენი კლინიკა იყენებს ალკონის ბროლებს. თუმცა მინდა გითხრა და შენც იცი, რომ საქართველოში არსებული თითქმის ყველა სამედიცინო ცენტრში ოფთალმოლოგიური კლინიკა უკვე მრავალი ათეული წელია იყენებს ამ ალკონის ბროლს. რითი განსხვავდება ეს ბროლები ერთმანეთისგან, ხო? როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, წარმოებული სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც არის მაღალი ხარისხის და შედარებით ძვირად ღირებული, მისი პრინციპული სხვაობა სხვა იგივე პროდუქტისგან, როგორც წესი, არის დღევანდელ დღეს აღარ არის უკვე არც ნივთიერებარისგანაც არის გაკეთებული, არც ტექნოლოგია როგორც არის შექმნილი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე არის მრავალი წლის მანძილზე. არც შეიძლება არ იყოს, არც, რა ვიცი, სხვა რაღაცა ნიუანსები, ძირითადი გამანცხოვებელი, რაც არის ძვირად ღირებული პროდუქტის, არის ორი. პირველი, ემსახურება ის ერთ ფუნქციას მხოლოდ, როგორც ჩვენ შემთხვევაშია კატარაქტის მკურნალობას, თუ შეუძლია მას კატარაქტის მკურნალობის გარდა კიდევ სხვა ფუნქციაც შეითავსოს, ამ ხელოვნურ ბროლს, ეს არის გამოსწორება რეფრაქციული მანკის, მაგალითად ახლო მხედველობის, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმის და მეორე რაც აძვირებს მის ღირებულებას, ეს არის ის თუ კონტროლის რამდენ საფეხურს გადის წარმოება.
თვალსაჩინოებისთვის რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ალკონის ის ბროლი, ზუსტად რომელზეც გვაქვს საუბარი, კონსტრუქციულად თავისი ოპტიკური ნაწილი და არის კონსტრუქციულად არის წარმოდგენილი, აი ორი ფაქტიურად ერთმანეთისგან არ განსხვავდება ეს ბროლი, რომელიც შედგება შუა ოპტიკური ნაწილისგან და საყრდენი ჰაპტიკური ნაწილისგან, ეს ქვია სამედიცინო ენაზე, ეს არ არის საინტერესო ალბათ მაყურებლისთვის. მაგრამ აი ამ და აი ამ ბროლს შორის სხვაობა არის 4ჯერ და 5ჯერ მეტი ფასში, იმიტომ რომ ერთი ბროლი ახდენს მხოლოდ გამჭვირვალობის აღდგენას და მეორე იმიტომ რომ მასზე დატანილი არის რამოდენიმე საფოკუსო მანძილი, არა მარტო გამჭვირვალობას აღდგენას იწვევს, არამედ იწვევს იმას, რომ შორს საშუალო მანძილზე და ახლო მანძილზე ადამიანი ხედავს უსათვალოდ. შესაბამისად, ერთი რაც განაპირობებს ღირებულებას არის კონსტრუქცია და არის თუ რამდენად რთული კონსტრუქცია არის და მეორე, რამდენი, რა თქმა უნდა, რამდენი ადამიანი შეამოწმებს მის სრულყოფილებას ბროლის. რითი განსხვავდება ალკონის წარმოება სხვა წარმოებისგან? ალბათ ბატონი გიორგი ისევე როგორც მე თავის დროზე ნამყოფები ვართ ესეთ საწარმოებში, სადაც ხელოვნურ ბროლებს ქმნიან და როდესაც რომ შეადაროთ, არის საწარმო, სადაც ხელოვნური ბროლი უბრალოდ როგორც შტამპი ისე იყრება, ბევრი, მერე გადის სტერილიზაციას, შეფუთვას და ვიღებთ საბოლოო პროდუქტს, რომელიც არის წარმოდგენილი რაღაც კოლოფში. ხო, როგორც აი ალკონის ბროლის. და მეორე ვარიანტი არის, როდესაც ყველა ეტაპზე მას ამოწმებს არა მარტო კომპიუტერი, არა მარტო რაღაც მოწყობილობა, არამედ ადამიანი ზის და კონკრეტულად იმ ბროლს, რომ ზუსტად იყოს დაცული მისი გარდატეხის უნარი, ზუსტად იყოს დაცული დრეკადობა აი ამ საყრდენი ნაწილის, ზუსტად იყოს დაცული სტერილობა და მერე შემოწმებული სტერილობა კიდე რამოდენიმეჯერ. ანუ ეს ყველაფერი აძვირებს მის ღირებულებას. იმიტომ არის, რომ შეიძლება ერთი და იგივე, ზოგჯერ ძალიან ხშირი არის პაციენტებში ესე თქმა, კარგი ბროლი და ცუდი ბროლი და ცუდი არ არსებობს, არ არის სწორი მიდგომა, რა ცუდი არ არის, უბრალოდ არის ბროლი, რომელიც არის იმდენჯერ შემოწმებული, იმდენ კონტროლია გავლილი, რომ ცდომილება არის გამორიცხული. ბატონო გიორგიმ აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გამოიყენება ეს ალკონის ბროლი. რატომ არ დაძველდა ის, რატომ არ გავიდა მოდიდან, რატომ დღევანდელ დღესაც გამოიყენება, რატომ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ბევრ კლინიკაში მას იყენებენ? იმიტომ რომ მან დაიმკვიდრა თავისი თავი, როგორც ძალიან მაღალი ხარისხის, ზუსტად ამართლებს იმ მოლოდინს, რასაც ჩვენ ველოდებით, ვიღებთ ზუსტად იმ რეფრაქციას, ანუ იმ ნომერს, რომელსაც ვარჩევთ, ის ნომერი არ აქვს ცდომილება. არის იდეალურად არეაქტიული მასალისგან დამზადებული, რომელიც არ იწვევს თვალის გაღიზიანებას, იოლად ბიოშეთავსებადი არის. და არის უნივერსალურად შესაძლებელი კონკრეტულად ამ მოდელის, რომელზეც არის ახლა საუბარი, კონკრეტულად ამ მოდელის ბროლის ნებისმიერ პაციენტთან იმპლანტაცია. ანუ მას არ აქვს უკუჩვენება ფაქტიურად. არც ასაკობრივი, არც სურვილის მიხედვით, არ არის უარყოფითი მომენტი მას არ აქვს. მე მახსენდება პირველი ბროლი, ხელოვნური ბროლი გადაინერგა მეორე მსოფლიო ომის დროს მეცნიერის ჰაროლდ რიდლეის მიერ, რომელმაც საიდან გაიგო, ეს მასალა არის ინერტული. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფრინავები, ანუ თვითფრინავი, საომარი მოქმედებების შემდეგ, თქვათ, ვარდებოდა და ის გამჭვირვალე და აი ეს ზევიდან გუმბათი რაც იყო, საიდანაც იყურებოდა ფრინავი, როდესაც ტყდებოდა, ეს უცხო სხეული ნაწილაკები უვარდებოდათ თვალში, ერჭობოდათ, მაგრამ არანაირ რეაქციას და ანთებით რეაქციას არ იძლეოდა. ხო ესეა, ეს იყო პირველი მასალა პოლიმეტილ მეტაკრილატი და მას შემდეგ დაიწყო, ესე იგი, მასიური წარმოება ამ ბროლების, რომელიც ნელ-ნელა დაიხვეწა და დღეს უკვე ძალიან მაღალი ხარისხის ბროლებს ვიყენებთ. იმის გარდა რომ ეს არის უნივერსალური ბროლი, რაც ჩვენ თქვით და შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში იყოს გამოყენებული, კიდევ ორ მომენტს აღნიშნავდი. პირველი, ის რომ ზოგჯერ გვხდება ესეთი სიტუაციები, როდესაც არასტანდარტული მდგომარეობაა და არის გართულებული მდგომარეობა პაციენტის, რომელიც ჩვეულებრივ სტანდარტულ ოპერაციას ვერ შევთავაზებთ, იმის გამო, რომ მის თვალს აქვს რაღაცა გარკვეული სპეციფიკა. მაგალითად, არის საყრდენი ნაწილი იმდენად მყარი, რომ ბროლი შეიძლება თავისი ადგილიდან დაცურდეს, გადაინაცვლოს და ასე შემდეგ. რით არის ეს ბროლი აღსანიშნავი? იმით, რომ ესეთ შემთხვევებშიც კი მისი ფიქსაცია, ანუ დამაგრება და საჭირო პოზიციის დაკავება არის შესაძლებელი და ჩვენ არ გვჭირდება ძიება რაღაცა სხვა ბროლის და ამ ბროლით შეგვიძლია სრულყოფილად ჩავატაროთ ოპერაცია.
პლუს ამას ძალიან კარგად არის, მოგეხსენებათ დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად არის ლოჯისტიკური ხაზი აწყობილი ამ კომპანიის მიერ და ყოველთვის ხელმისაწვდომია და მარტივად ხელმისაწვდომია პრობლემები. ნებისმიერი ზომა და სწრაფად ხდება მისი მოწოდება და მესამე მომენტი, რაც მინდა თქვა, სამუშაოდ ბატონ გიორგი დამეთანხმება, არის ძალიან კარგი სამუშაოდ ეს ამ მასალის დამზადებული ბროლები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ რო გვიწევს манипуляციების ჩატარება ქირურგებს, შეხება ბროლს, გადაწევა შეიძლება ზოგჯერ ოდნავ უხეში მოყრობაც კი, ეს ბროლი იმით გამოირჩევა, რომ მასზე არ რჩება ნაკაწრები. ის ძალიან მარტივად და ძალიან იოლად იბრუნებს თავის ფორმას დაკეცვის შემდეგ. ასეთ ზანტად იხსნება ხოლმე და ზანტად იკეცება, ისე რომ არ ხდება სწრაფად ეს მომენტები და არ აზიანებს რაღაცა, ანუ манипуляციებს, ანუ კომფორტი არის არა მარტო პაციენტისთვის, არამედ ჩვენთვისაც, როგორც ქირურგებისთვის უშუალოდ მეხსიერება ახასიათებს. ანუ ბევრი დადებითი მომენტი აქვს, რაც ხდის ამ ბროლს ყველა პარამეტრის გათვალისწინებით ხდის უნივერსალურად მაღალი ხარისხის და მოკლედ ძალიან დავწყნარდი ამ ინფორმაციებით, შვიდად შემიძლია კატარაქტა შევხვდე ასაკში და ვიცი რომ მალკონის ბროლების დახმარებით ყველანაირი დისკომფორტის გარეშე 10 წუთში ისე რომ არ დავარღვიო ჩემი ცხოვრების წესი, მოვჭი ამ ყველაფერს და წავიდე სახლში ან სადაც თან საყოველთაო ჯანდაცვა დანაცვის პროგრამაში სრულად არის გათვალისწინებული ამ პროცედურები. დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა, მაყურებელს ზუსტად ერთი კვირი დავემშვიდობოთ. დიდი მადლობა მიშა სტუდიაში მობრძანებისთვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო მიხეილ თევდორაძე, ოფთალმოქირურგი, კლინიკა ოფთალმოლოგიიდან. ჩვენ გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით მომავალ შაბათამდე. ვიყურეთ და აიმაღლეთ იმუნიტეტი.